დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. აფაზია. აფაზია მეტყველების ფუნქციის დარღვევაა, რომელიც თავის ტვინის გარკვეული უბნების დაზიანების შედეგად ვითარდება. აფაზიის დროს ადამიანს უჭირს ლაპარაკი, მოსმენილი მეტყველების გაგება, კითხვა, წერა და ანგარიში. აფაზია არ არის ფსიქიკური დაავადება ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხება. აფაზიის ყველაზე ხშირი მიზეზია ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ინსულტის დროს ტვინის უჯრედები ზიანდება სისხლის მიწოდების შეწყვეტის ან სისხლჩაქცევის გამო. მეტყველებაზე პასუხისმგებელი უბნების დაზიანება იწვევს აფაზიას. აფაზიის სხვა მიზეზებია: თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ავტოსაგზაო შემთხვევები, ვარდნა, ძალადობა და სხვა. თავის ტვინის სიმსივნეები, სიმსივნის ზრდამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ტვინის მეტყველების ცენტრებზე და გამოიწვიოს აფაზია. თავის ტვინის ინფექციები, ენცეფალიტი, ტვინის ანთება ან მენინგიტი, ტვინის გარსების ანთება. ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ალცჰაიმერის დაავადება, დემენციის ზოგიერთი ფორმა და სხვა. ეპილეფსიური გულყრები, იშვიათ შემთხვევებში გახანგრძლივებულმა ეპილეფსიურმა გულყრებმა შეიძლება დროებითი ან მუდმივი აფაზია გამოიწვიოს. აფაზიის სიმპტომები დამოკიდებულია ტვინის დაზიანებული უბნის მდებარეობასა და დაზიანების ხარისხზე. ძირითადი სიმპტომებია: მეტყველების გაძნელება, სიტყვების პოვნის გაძნელება, ანომია, წინადადებების აგების გაძნელება, არასწორი სიტყვების ან ბგერების გამოყენება, მეტყველების შენელება ან გაჩერებებით საუბარი, მხოლოდ მოკლე ფრაზებით ან ცალკეული სიტყვებით საუბარი, გრამატიკულად არასწორი წინადადებების წარმოთქმა, მოსმენილი მეტყველების გაგების გაძნელება, სხვისი საუბრის გაგების გაძნელება, განსაკუთრებით სწრაფი ან რთული მეტყველების დროს, მითითებების შესრულების გაძნელება, მსგავსი ბგერების ან სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევის გაძნელება, კითხვის გაძნელება, ალექსია, ასოების ან სიტყვების ამოცნობის გაძნელება, წაკითხulis გაგების გაძნელება, წერის გაძნელება, აგრაფია, ასოების ან სიტყვების წერის გაძნელება, გრამატიკულად სწორი წინადადებების წერის გაძნელება, აზრების წერილობით გადმოცემის გაძნელება, ანგარიშის გაძნელება, აკალკულია, რიცხვების ამოცნობის ან დასახელების გაძნელება, მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების გაძნელება. აფაზიის დიაგნოსტიკა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს სამედიცინო ისტორიის შეკრება, ექიმი იკითხავს პაციენტს სიმპტომების, მათი დაწყების დროის, თანხლები დაავადებების და სხვა სამედიცინო ინფორმაციის შესახებ. ნევროლოგიური გამოკვლევა, ექიმი ამოწმებს პაციენტის რეფლექსებს, კუნთო ან ძალას, გრძნობელობას, კოორდინაციას და სხვა ნევროლოგიურ ფუნქციებს. მეტყველების შეფასება, მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი ატარებს სპეციალურ ტესტებს მეტყველების, გაგების, კითხვის, წერისა და ანგარიშის უნარების შესაფასებლად. ეს ტესტები ეხმარება აფაზიის ტიპისა და სიმძიმის დადგენაში. თავის ტვინის ვიზუალიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სწრაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც აჩვენებს თავის ტვინის სტრუქტურას და შეუძლია გამოავლინოს ინსულტი, სისხლჩაქცევა ან სიმსივნე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, უფრო დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა და უკეთ აჩვენებს თავის ტვინის რბილ ქსოვილებს, მათ შორის დაზიანებულ უბნებს. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია, ზომავს ტვინის აქტივობას და შეუძლია გამოავლინოს ის უბნები, რომლებიც ნაკლებად აქტიურია აფაზიის გამო. სხვა კვლევები შეიძლება ჩატარდეს აფაზიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ელექტროენცეფალოგრაფია ეპილეფსიის გამოსარიცხად. აფაზიის მკურნალობა ძირითადად მიმართულია მეტყველების ფუნქციის აღდგენაზე და კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. მკურნალობის ძირითადი მეთოდია მეტყველების თერაპია, ლოგოპედია. მეტყველების თერაპია, ლოგოპედია, მეტყველების თერაპევტი ინდივიდუალურად მუშაობს პაციენტთან, რათა დაეხმაროს მას არსებული მეტყველების უნარების გაუმჯობესებაში, დაკარგული მეტყველების უნარების აღდგენაში, კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდების ათვისებაში, მაგ, ჟესტები, ნახატები, წერილობითი კომუნიკაცია, სოციალურ სიტუაციებში კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებაში. თერაპია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სავარჯიშოებს, მაგალითად, სიტყვების გამეორებას, სურათების აღწერას, კითხვებზე პასუხის გაცემას,
როლურ თამაშებს, კომპიუტერულ პროგრამებს, მედიკამენტური მკურნალობა, სპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ აფაზიას კურნავს, არ არსებობს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტები. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თუ აფაზია ინსულტის შედეგია. დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ, რაც ხშირია აფაზიის მქონე პაციენტებში. ეპილეფსიური გულყრების სამართავად, თუ აფაზია ეპილეფსიის შედეგია. ტვინის სტიმულაციის მეთოდები. ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც იყენებს მაგნიტურ ველებს ტვინის გარკვეული უბნების სტიმულირებისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ჩმსმა შეიძლება გააუმჯობესოს მეტყველების ფუნქცია აფაზიის ზოგიერთ შემთხვევაში. ტრანსკრანიალური პირდაპირი დენის სტიმულაცია, კიდევ ერთი არაინვაზიური მეთოდი, რომელიც იყენებს სუსტ ელექტრულ დენს ტვინის აქტივობის მოდულირებისთვის. აფაზიის რეაბილიტაცია კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას. გარდა მეტყველების თერაპიისა, რეაბილიტაციაში შეიძლება ჩართული იყოს ოკუპაციური თერაპია, მიზნად ისახავს ყოველდღიური ცხოვრების უნარების აღდგენას ან გაუმჯობესებას, მაგალითად, ჩაცმის, კვების, პირადი ჰიგიენის დაცვის. ფიზიოთერაპია, თუ აფაზიასთან ახლავს მოძრაობის შეზღუდვა, მაგ ინსულტის შემდეგ, ფიზიოთერაპია ეხმარება პაციენტს მოძრაობის ფუნქციის აღდგენაში. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, აფაზია ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება. ფსიქოთერაპია ეხმარება პაციენტს ამ პრობლემების დაძლევაში. ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მიზნად ისახავს კოგნიტური ფუნქციების, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების გაუმჯობესებას, რომლებიც შეიძლება დაზიანებული იყოს აფაზიის დროს. აფაზიის მქონე ადამიანთან კომუნიკაცია მოითხოვს მოთმინებას და გაგებას. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ. იყავით მომთმენი, მიეცით ადამიანს დრო, რომ გამოხატოს თავისი აზრი. ნუ შეაწყვეტინებთ და ნუ დაასრულებთ მის წინადადებებს. გამოიყენეთ მარტივი ენა, ისაუბრეთ ნელა, გარკვევით და გამოიყენეთ მარტივი წინადადებები. გაიმეორეთ, თუ საჭიროა, თუ ვერ გაიგეთ, თავაზიანად თხოვეთ გაიმეოროს ნათქვამი. გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები, ჟესტები, ნახატები, წერა შეიძლება დაგეხმაროთ კომუნიკაციაში. შეამოწმეთ, რომ გაიგეთ, დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გაიგეთ ნათქვამი. შექმენით მშვიდი გარემო, ხმაური და ყურადღების გაფანტვა ართულებს კომუნიკაციას. ნუ მოექცევით როგორც ბავშვს, აფაზიის მქონე ადამიანის ზრდასრული პიროვნებაა და შესაბამისი პატივისცემით უნდა მოეპყროთ. წაახალისეთ კომუნიკაცია, შეაქეთ მცდელობისთვის, თუნდაც მეტყველება არ იყოს სრულყოფილი. იყავით ყურადღებიანი არავერბალური ნიშნების მიმართ, სახის გამომეტყველება, სხეულის ენა შეიძლება ბევრი რამის თქმა შეძლოს იმის შესახებ, რასაც პიროვნება განიცდის ან ცდილობს, რომ გამოხატოს. აფაზიის კვლევა მუდმივად ვითარდება. მეცნიერები ცდილობენ უკეთ გაიგონ ტვინის მექანიზმები, რომლებიც მეტყველების ფუნქციას უზრუნველყოფს და შეიმუშაონ მკურნალობის ახალი მეთოდები. ზოგიერთი თანამედროვე კვლევის მიმართულება მოიცავს ტვინის გამოსახულების ტექნოლოგიების გამოყენება, ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა ტექნოლოგიების საშუალებას იძლევა შეისწავლონ ტვინის აქტივობა რეალურ დროში მეტყველების ამოცანების შესრულების დროს. გენეტიკური კვლევები, მეცნიერები ცდილობენ გამოავლინონ გენები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აფაზიის განვითარების რისკთან. ღეროვანი უჯრედების თერაპია, კვლევები მიმდინარეობს ღეროვანი უჯრედების გამოყენების შესაძლებლობის შესასწავლად ტვინის დაზიანებული უბნების აღსადგენად. ტელერეაბილიტაცია, ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა მეტყველების თერაპია ჩატარდეს დისტანციურად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ თერაპევტთან რეგულარული ვიზიტი. ტვინის კომპიუტერული ინტერფეისები. ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ადამიანს აკონტროლოს კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა ტვინის აქტივობის გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს პერსპექტიული მიმართულება აფაზიის მქონე პირებისთვის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.